თამაშო თოჯინა ვაიანგი, ძვირადღირებული ექსპონატები ხელოვნების სასახლეშია დაცული. ვარსკვლავი ბალეტის ახალგაზრდა ვარსკვლავებს ნინო ანანიაშვილისა და ჟილბელ არბელის პრემიის ლაურეატები მაია მახათელი და ვიაჩესლავ ლოპატინი არიან. დაჯილდოების ცერემონიალი ოპერისა და ბალეტის თეატრში ამ წუთებში მიმდინარეობს პირდაპირ ეთერში. ნათია ბერძული გვერდთვება. გისმენთ ნათია. რუსთაველის თეატრში გალა კონცერტი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. საღამო, რომელიც ვარსკვლავის დაჯილდოების ცერემონიალს უკავშირდება, ნინო ანანიაშვილმა დასთან ერთად გახსნა. მან ერთმოქმედებიანი ბალეტი ბუგაკუ პირველად შეასრულა. ეს არის ბალეტი, რომელიც იაპონურ მუსიკასა და ტრადიციებზე აგებული ის წლების წინ ჯორჯ ბალაჯინის ქორეოგრაფიით დაიდგა და მას მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე დასი ასრულებს. ხოლო რაც შეეხება თავად პრემია ვარსკვლავს, ჟილბერ ალბერისა და ნინო ანანიაშვილის დაარსებული პრემია ვარსკვლავი წელს მესამედ გადაეცემათ ახალგაზრდა ვარსკვლავებს. ამჯერად რჩეულები მაია მახათელი და ვიაჩესლავ ლოპატინი გახდნენ. მაია მახათელი ქართველი ბალერინა, რომელიც ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის წამყვანი მოცეკვავეა, ვიაჩესლავ ლოპატინი კი მოსკოვის დიდი თეატრის ერთ-ერთი სოლისტი გახლავთ. ეს დებიუტი იყო მართლა პირველად შევასრულე ეს ბალეტი, რომელიც ძალიან დიდი ხანია მომწონდა, მინდოდა. ყველანი ძალიან მონდომებულები ვიყავით, განსაკუთრებულად მეხმარებოდნენ მე. ეხლა კი იქნება მეორე მოქმედება, ეს იქნება გალა კონცერტი, სადაც იცეკვებენ ჩვენი ლაურეატები. წელს არის მესამე დაჯილდოება. ჩვენ ვაძლევთ ჩვენ ქართველ მოცეკვავეს მაია მახათელს, რომელიც ჰოლანდიის ნაციონალურ ბალეტში ცეკვავს და დიდი თეატრის ახალგაზრდა სოლისტს ვიაჩესლავ ლოპატინს. ისინი დღეს პირველად იცეკვებენ ერთად ჩვენს მაყურებლის წინაშე. ნინო ანანიაშვილი არა მარტო მსოფლიო დონის ვარსკვლავია და ნამდვილი სასიკადილო ქართველი პატრიოტი, არამედ ის არის ძალიან მაგარი მსოფლიო დონის ქართული საბალეტო სკოლის ტრადიციის გამგზელებელი. მან როგორც ვიცით შექმნა ეს სკოლა დღეს, რომელიც მას ხავს და ისდის მომავალ თაობას ისეთივე სახელოვანს, როგორც თვითონ იყო. ვარდისფერი მარგალიტებით დამზადებულ მაქმანისებურ ვარსკვლავს მოცეკვავეებს საღამოს ბოლოს გადასცემენ. მათ ამ პრემიას ჟილბერ ალბერი საფრანგეთი და პირდაპირი ჩართვით მიულოცავს. საქართველოს საბალეტო დასი კი მაყურებელს ამ წარმოდგენით მომავალ სეზონამდე დაემშვიდობება. პირდაპირ ეთერში ნათია ბერძული საუბრობდა.